დილა მშვიდობის. მაგას საუბარით, რა თქმა უნდა, გრძელდება დილის პალიტრა, საინტერესო თემებზე უნდა გავაგრძელოთ ისევ საუბარი თქვენთან ერთად და უფრო კარგად რომ ვისაუბროთ ჩვენს გონებაც რომ უფრო კარგად მუშაობდეს და მოკლედ მწყობში რომ მოვიდეთ, რომ რა არის ამისთვის საჭირო? წყალი მთის. თან ოთახის ტემპერატურა. თანაც პარი სენ-ჟერმენის ლოგოთი. ორი თანაც როგორ დაერქვა. ხო, მე მოდი გაგიმასპინძლდები ამ წყლით და შენ მანამდე წარადგინე თუ რა ელოდება ჩვენს მაყურებელს ახლა. მოკლედ, რადგან ვირუსების პერიოდია, როგორი ეპიდვითარება არის ჩვენს ქვეყანაში, მგონია რომ კოვიდის შემდეგ ცოტა მივივიწყეთ ელემენტარული წესები, რომელიც გვეხმარება რომ თავი ავირიდოთ მარტივად დაინფიცირებისგან, ამიტომაც დრო რომ ჩვენს თავს შევახსენოთ ყველამ ის წესები, რომელიც დაგვეხმარება რომ უფრო ჯანმრთელად ვიყოთ, ამიტომაც ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ ჟურნალის რუბრიკაში. დაგვალოდეთ არ გადართათ. ია კატარაქტისა და ლაზერული კორექციის ცენტრი ახალი მზერა. ახალი მზერა. ჩვენ აღგიდგენთ მხედველობას. მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ დადგა სამშაბათი დღე, ვირუსული ინფექციები და ეპიდვითარება საქართველოში. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღევანდელ რუბრიკაში. პედიატრი ნანა რურუა არის დღეს ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, გალბატონო ნანა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მოკლედ რა სიტუაცია და რა მდგომარეობა გვაქვს ახლა ამ პერიოდში. ვირუსული ინფექციები, ძალიან გავრცელებულია, იმასაც ამბობენ, რომ კოვიდი ტრიალებს, იმიტომ რომ ესეთი მაღალი სიცხეები უფრო ძირითადად არის კოვიდისთვის დამახასიათებელი და სიცხე რა მნიშვნელობა აქვს ეს კოვიდ ინფექცია იქნება თუ ვირუსული ინფექცია თუ სხვა ვირუსული ინფექცია, მაგრამ ძირითადად რა სახის ვირუსულ ინფექციებზეა საუბარი და რაღაცნაირად დავამშვიდოთ ჩვენი მაყურებელიც. ხო, ეხლა ნელ-ნელა შევდივართ ვირუსების პერიოდში და ეს ყოველ წელს ესეა, ხო, სეზონურად ვიცით რომ შემოდგომის ბოლოდან ვიწყებთ და სხვადასხვა ვირუსული ინფექციები გრძელდება ხოლმე თითქმის გაზაფხულის ბოლომდე. მინდა გითხრათ რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში იყო კოვიდები, თუმცა ისეთი რეგულაციები აღარ ახლავს, ამიტომ ძალიან არ კონტროლდება ეს ამბავი. და არც ძალიან გართულებით არ მიდიოდა, ესეც უნდა ითქვას და შესაბამისად სახელმწიფო რეგულაციები ამ წუთში როგორიც ადრე იყო ესეთი არ არის. ეხლაც არის სავარაუდოდ კოვიდ ინფექციები და ამას დაერთო სხვადასხვა უკვე სეზონური პატარ-პატარა ზოგი წვრილი, ზოგი მსხვილი ვირუსი. არ არის უჩვეულო სიტუაცია, მართალი რო ვთქვათ ჯერჯერობით. ცხადია, ჯერჯერობით არ არის გრიპის ესე ვთქვათ ეპიდემიის პერიოდი და ამ პერიოდში ალბათ შევალთ უფრო ნოემბრის ბოლოდან იწყება ხოლმე და ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისიდან, თუმცა ცხადია თუ გავითვალისწინებთ რომ შემოდგომის სეზონში ვართ უკვე ვირუსული ინფექციების რაოდენობა მოიმატა. რა არის ის მთავარი რაც უნდა გავითვალისწინოთ ამ პერიოდში? თუნდაც აი თქვენ აღნიშნეთ რომ რაღაცა ის უსაფრთხოების ნორმები აქამდე კიდე უფრო მეტად დაცული იყო და ჩვენც თვითონ ადამიანებიც უფრო მეტად ვიცავდით ხოლმე, ხო, აი ამ უსაფრთხოების ნორმებს და აი საინტერესო ალბათ უფრო მოწყვლად ჯგუფს ეხება, ხო, ეს ვისაც ცოტა უფრო მეტად სხვა ქრონიკული დაავადებები აქვს, აი ამაზე რომ ვისაუბროთ და რა თქმა უნდა არ უნდა გამოურიცხოთ აუცილებელია თავდაცვის მექანიზმზე რომ საუბრობთ ვაქცინაზეც რომ მოვასწროთ საუბარი. დრო რამდენი გვაქვს? თან აი ეთერში ვაქცინაზეც საუბრობთ კი და მით უმეტეს ძალიან გააქტიურებულები არიან ისევ ის ანტივირუსული ანტივაქსერები ესე თქვა და ძალიან ცუდი კამპანია მიდის ვაქცინების წინააღმდეგ და ამაზეც რომ ვისაუბროთ. იცით რა, ბევრ თემას მოიცავს ახლა ეს შეკითხვა. პირველი დავიწყოთ იქიდან რომ მაგალითად როცა ჩვენ ვიყავით სრულად იზოლირებული და ყველას გვახსოვს რომ სრულად იზოლირებული ვიყავით კოვიდის დროს, პრაქტიკულად სხვა დანარჩენი ინფექციებიც არ იყო. თუმცა ეს არ იყო ბუნებრივი მდგომარეობა, არც სოციალური თვალსაზრისით და არც ვირუსების თვალსაზრისითაც, ავადობის თვალსაზრისითაც არ იყო ნორმალური სიტუაცია და კოვიდის იზოლაციის მოხსნის შემდეგ ამ რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. ანუ ჩვენ ვართ სოციალური არსებები და გვჭირდება როგორც ერთმანეთთან ურთიერთობა, ასევე იმის თქმა მინდა რომ ვირუსებთან ურთიერთობა სრულიად ბუნებრივი ამბავია. ოღონდ ეს ვირუსებიც ზოგიერთი ადამიანივით, ზოგი უფრო აგრესიულია და ზოგი შედარებით ნეიტრალური, ანუ მასთან ურთიერთობა მთავრდება ხოლმე ძირითადად 99%-ში მთავრდება
თავისით გამოჯამრთელებით, ხო? ორგანიზმი თვითონ ერევა ამ ვირუსულ ინფექციებს. ამიტომ საკითხი პირველი, როგორ დავამშვიდოთ ხალხი, დამშვიდობა შეგვიძლია ესე, რომ ჩვენ მიკროორგანიზმები ჩვენი გარემოს ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია და ყოველთვის იქნება შემადგენელი ნაწილი. მაქედან 99%-ში ვირუსული ინფექცია თავისით მთავრდება და ზედმეტი მკურნალობა მას არ ჭირდება. ხო, სეზონურობა დიახ ახასიათებს, არაფერი უჩვეულო არ ხდება თუ შემოდგომიდან დაწყებული ზამთრის განმავლობაში მატულობს რაოდენობა კონტაქტების, ბევრ ფაქტორთან არის ეს დაკავშირებული, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ აქცენტირებულად, რომ დიდი ნაწილი 99% ბავშვებში მით უმეტეს, ხო? ახლა რისკ ჯგუფების გარეშე თუ ვისაუბრებთ, მთავრდება თავისით, ანუ მკურნალობის გარეშე. ამას ქვია მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. დიახ. ანუ მედიკამენტების გარეშეც გულისხმობთ. მედიკამენტების გარეშე ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, მედიკამენტების გარეშე ვირუსული ჩვეულებრივი გაურთულებელი ვირუსული ინფექცია მთავრდება თავისთავად, ანუ მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა ჭირდება. სიმპტომური მკურნალობა ნიშნავს მაგალითად შემაწუხებელი, როდესაც არის სიმპტომი, მხოლოდ იმ სიმპტომის მოხსნას, მაგალითად მაღალია ცხელება და ბავშვი წუხს, ეს მაღალი ცხელება ითვლება საშუალოდ 38.5-დან, ამ შემთხვევაში შეიძლება მივცეთ დამწევი. თუ ცხვირი გაჭედილია და აბსოლუტურად ვერ სუნთქავს, მაგ შემთხვევაში ცხვირის ჩარეცხვის, ანუ სანაციის შემდეგ, შესაძლებელია ძალიან ფრთხილად და იშვიათად იყოს ცხვირის წვეთი. ოღონდ ამას ქვია სიმპტომური მკურნალობა და ობიექტურად იგულისხმება, რომ რამოდენიმე დღეში თავისით დასრულდება ვირუსული ინფექცია. ხაზგასმით იმიტომ ვსაუბრობ ამას, რომ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზეც, რომ ძალიან ბევრი ზედმეტი წამალი იხმარება ვირუსული ინფექციის. მათ შორის ანტიბიოტიკები, რომლებიც პირიქით უფრო ეჩვევა ბაქტერია და ვირუსი ამ ანტიბიოტიკებს. რომელიც მხოლოდ ხელს გვიშლის. ეს არანაირად არ უნდა ვთარგმნოთ ისე, რომ ანტიბიოტიკების ჯგუფი ცუდია, ნამდვილად რევოლუციური ცვლილება იყო ანტიბიოტიკების აღმოჩენა, მაგრამ მისი გამოყენება ისევე როგორც ნებისმიერი მედიკამენტის არის საჭიროების მიხედვით, ხო? ანუ შეუსაბამოდ გამოყენებული მედიკამენტი არც ერთი არ ვარგა. ეს ერთი, რომ არ უნდა გვეშინოდეს ვირუსული ინფექციების, ის ჩვენი გარემოს ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია, იქიდან დიდი ნაწილი არის ჩვეულებრივი, ნეიტრალური, თავისით ერევა ჩვენი ორგანიზმი და ადამიანებივით მხოლოდ ძალიან ცოტა პროცენტი შეიძლება იყოს აგრესიული და კაცისწყლელი, ხო, ვირუსით. ამ აგრესიულ ვირუსებზე, როგორც წესი, მეცნიერება არის მიმართული, რომ ასეთი ვირუსებისგან თავი დავიცვათ და ეს არის ვაქცინაცია. აი, სწორედ ამაზე გვინდა რომ ცალკე ვისაუბრე. და რისკ ჯგუფები გავუსწრებთ. ვაქცინაცია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ და აუცილებლად თქვათ ის, რომ არა ვაქცინაცია, ბევრად უფრო სავალალო შედეგი იქნებოდა არა მხოლოდ ზოგადად ამ ვირუსების, ზოგადად ნებისმიერი დაავადების იმიტომ რომ ვიბადებით პირველ რიგში გვიკეთებენ სწორედ აი ამ აცრებს, რომელიც იცით როგორ არის, მაგალითად ყოფილა შემთხვევა, რომ ექიმების ტექსტებსაც დაუბნევიათ პაციენტები, ხო? ერთი მხრივ ვეუბნებით, რომ უნდა გადაიტანოს ეს ვირუსები, ეს ნორმალურია და მეორე მხრივ ვეუბნებით, რომ უნდა ვაქცინაცია გაკეთდეს. ზუსტად ესეთი ლოგიკა მარტივად რომ ავხსნათ, რომ ჩვენ შვილებს მაგალითად ან ახლობლებს უშვებთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისთვის. აკრძალული ხო არ არის? იმიტომ რომ რომელიმე ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან აგრესიული, ამისთვის ზოგადად აკრძალვას არ ვაწესებთ, რომ ადამიანებს ეკონტაქტოს. ოღონდ თუ ვიცით რომ რომელიმე ადამიანი არის განსაკუთრებით აგრესიული, მასთან ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს. ზუსტად ეს ლოგიკა მუშაობს, ხო? მეცნიერება იმისთვის არის მოწოდებული, რომ განსაკუთრებით გართულებადი ვირუსებისგან ან ინფექციებისგან დავიცვათ ორგანიზმები. შესაბამისად, ამისი უგულებელყოფა არაფრით არ შეიძლება, ეს მეცნიერების პროგრესია და რამდენი ჯგუფიც არ უნდა იყოს ანტივაქსერული. ჩემი აზრით, ასე ჯგუფებთან მუშაობაა საჭირო და ახსნა განმარტება და თუ კარგად აუხსნი ადამიანს რას ნიშნავს თუნდაც ვაქსერობა ან ანტივაქსერობა, ყველაზე კარგი დასაბუთება არის ახსნა ადამიანებისთვის, ხო? რატო უნდა ავცრათ ბავშვები თუნდაც ან დიდები, რომ გადავარჩინოთ იმ
პოტენციურად დამაზიანებელი მოქმედებისგან, რომელიც ამ დაავადებას შეიძლება რომ მოყვეს. ეს პრევენციის მექანიზმი ზოგ დაავადების შემთხვევაში ეს პრევენცია არის სიკვდილის პრევენცია პირდაპირ, გარდაცვალების პრევენცია და ზოგჯერ არის მძიმე გართულების პრევენცია. აი ქალბატონ ანას აქვს, ხო, აი ზუსტად ძალიან კარგი მაგალითი მოყავს ხოლმე, რომ აი ან სოფის ვაქცინაზე რო ან ტეტანოზე საერთოდ აზრადაც კი არ გაუჩნდებათ, რომ მაგალითად რომ აი არ გაიკეთონ. ხო, უმეტესობა 99%, ნუ ის 1% უკვე არ ვიცი მე და ამ შემთხვევაში ხო, არადა ყველაზე ისეთი რთული ის არის, ხო? მაინც პრეპარატი. მე მაგალითად მაგას ვამბობ, რომ ახსნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? როდესაც ეკითხები, როდესაც ამას უხსნი მშობლებს, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით არის გააქტიურებული, წეგან მე და გულով საუბრობდით ანტივაქსერული კამპანიები და როდესაც მშობელს უხსნი, მე პრაქტიკულად არ მხდება არც ერთი მშობელი, რომელსაც როდესაც უხსნი რისკებს და ეს რისკი არის სასიკვდილო რისკები, ის არ თანხმდებოდეს ვაქცინის გაკეთებაზე, ხო? ანუ მუშაობაა საჭირო და ამიტომ კარგია რომ დღევანდელ დღეს ვუძღვებთ ამ თემას, თან რადგან ახლა უფასო არის. როდესაც ეს არის ცოფი, ან სასიკვდილო დაავადებები, მით უმეტეს აქ საუბარი არ უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს როლიც აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაცა შემთხვევებში არ უნდა კონდეს უფლება, რომ შვილის ბედი გადაწყვიტოს მშობელმა, ანუ რაღაცა სიტუაციაში სახელმწიფო უნდა ერეოდეს ამ რეგულაციებში. კი ბატონო, გეთანხმებით, ცოტა დრო დაგვრჩა ძალიან და მინდა რომ ბოლოს ისევ შევახსენოთ ის ელემენტარული წესები, რომელიც კოვიდის დროსაც არსებობდა და რაღაცნაირად გონია რომ ბევრმა ადამიანმა დაივიწყა, თითქოს ზოგს არ უნდა პირბადების გამოყენება, არ ვიცი, მაგრამ აი რაღაცნაირად მინდა რომ ურჩიოთ თქვენ ის ელემენტარული წესები და როდის უნდა გამოიყენონ თუნდაც პირბადე ტრანსპორტი იქნება, აეროპორტები იქნება, უკეთ შეკრების ადგილები თუ ასე შემდეგ. სტუდია. ხო. როდის დავიწყოთ უფრო მეტად პირბადის ტარება? ბევრი ხალხის თავშეყრის ადგილები ეს არის პირველი. და ნიღმის ტარება არის ყოველთვის მოწოდებული. მე მაგალითად კოვიდის დროს ჩემი ცხოვრების წესი არ შეცვლილა დიდად, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ვირუსულ ინფექციებთან მუშაობის დროს ყოველთვის გვეკეთა ნიღაბი რა. პედიატრებისთვის ძალიან ესეთი გამოყენებადი ნივთი იყო იქამდეც. და ასევე უნდა ვთქვათ, რომ მეორე ეს არის პირველი გზა, ეს არის ჰაერწვეთოვანი გზა, ანუ პირდაპირ კონტაქტით გადაცემა და ამის პრევენციას ძალიან კარგად აკეთებს ნიღაბი და ჩვენ ამაში დავრწმუნდით კოვიდის პერიოდში, რომ ნიღაბი ძალიან კარგად აკეთებს და მეორე ოთახების განიავება და სველი წესით დასუფთავება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრევენციული საკითხია. და ასევე ხო ხელის დასუფთავება და შემდეგ რაღაცნაირად უნდა დავივიწყოთ თვალთან ან ასე რომ ვთქვათ პირთან ხელის მიტანა ხო? და მე თვალს რო გაუწმინდავენ ეს არის არა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და მადლობა რომ მოგომარაგეთ ამ სწორი ინფორმაციით, რომელიც ჩვენს მაყურებელსაც ძალიან დაეხმარება. საინტერესო საჭირო იყო ესე ვთქვათ აუცილებლად. მადლობა გულშემ. მადლობა თქვენ. დაგემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე. იმედია დღევანდელი რჩევები გამოგადგებათ და დაგამშვიდოთ კიდევაც. პედიატრი ნანა რურუა იყო დღეს ჩვენი სტუმარი. რუბრიკის სპონსორია კატარაქტისა და ლაზერული კორექციის ცენტრი ახალი მზერა. ახალი მზერა. ჩვენ აღგიდგენთ მხედველობას.